ძმისშვილზე იმისი, ესე გაკეთებად არ გვინდოდა. და თუ ესე უნდა დაისაჯონ, ესეც უნდა დაისაჯონ. იმათ არაფერი არ აქვს, აქვს საბუთი. ეხლა მეორე, თან გვეუბნებიან აკუბარდე ვიღაცამ ცემა, ვინ ცემა გვანახეთ, კაცი გვანახეთ. პირდაპირ პროვოკატორი მივიდა და წამასეუნება ლეონი ჩარჩოს შენ მომხანაგან ცემა, რომელმა გეუბნება კაცო? ხო, 10-მა. სულ არ იყო და მე რო გვეუბნებიან მოვარდნენო და მთელი თბილისი იქ მოვარდა და ეს 5 კაცი მოვიდა დაბა რა იქნებოდა, კაც ყველა მოვიდა. მე რო ვიყავ მთელი თბილისი იქ იყო მისული. ეხლა მთავარი მომენტი ნახეთ რა ხდება. ამისათვის რომ მშობელთა კავშირი წარმოაჩინონ რაღაცნაირად ცდილობენ რომ პირველი რასაც ღია აბრალებენ რაღაცა რუსების აგენტობას და რაღაცა და ეხლა მეუბნებიან სახალხო მართლმადიდებელ მოძრაობასთან რატო გაქვთ ურთიერთობა სახალხო მართლმადიდებელ მოძრაობასთან კი არა ჩემ რეჟიმში უამრავი რეციდივისტი ხო სერიოზული აი 4 წელი ნარჩომი 5 წელი ნარჩომი რაღაცა სადისტური იმებზე ნარჩომები დღეს დადიან ჩემთან აღსადებას იძახენ ეზიარებს არა ვქნა მამათმაულები მყავს ლესბოსელები მყავს კაცო და სოლები მყავს გრებს რო ღალატობენ ხელი კრანკა ხალხს და ჩემთვის ეს ხალხი უფრო საყვარელია ყველას გავწევ ხოლმე და ამათ ვეძახი მოდიან იმიტომ რომ ვიცი რომ ამათ მეტი ყურადღება და მოფერება უნდა მე ხელს ვერავის ვერ ვკრავ რა ტრონი არ ვკრავ ვერავის ვერ ვკრავ ხელს იმიტომ რომ ესენი ყველა ჩემები არიან და მათ ხوارს რო ეუნებოდნენ შენო რატო დადიხარ სოდვილებთანო კურნალიოს ავანტყოფი გჭირდება აი ამიტომ დავდივარ მე ეს ერთი მომენტი რასაც ლაპარაკობენ ეგ არაფერი ქრისტესეს ლაპარაკობდნენ ბელზებულიაო ეშმაკეულია და ეშმაკით კურნავსო გახსოვთ ქრისტესეს ესო როგორ არის წმინდანი სოდვილებთან ერთად დადისო ღვინოს ყავსო როგორ არის წმინდანი და ნახლისმოძე ეძახდნენ არც აჭამსო არც ასვავსო ეშმაკეულია ანუ შენზე ყოველთვის რაღაცა სიტყვა და ეხლა მე კიდე თავის მართლების რეჟიმში ამდენად ვერ გადავალ რა ეს ერთი და მეორე რისი გაკეთება უნდოდათ რომ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი გამოეყოთ საპატრიარქოსგან რომ ჩვენა ვართ ცალკე დაჯგუფება და სექტა საპატრიარქთან ჩვენ ურთიერთობა არა გუშინ ვიყავით მისული უწმინდესთან რა უწმინდეს უცხარი და პატრიარქოსთან ყველაფერს გავაკეთეთ აუხსენით რაც არის პირველი რაც ხო პატრიარქა თავშიო ჯოხები არ მოხვდა თუ ჯერო და იცინი ჯერჯერობით არ მოხვედრიო თქვენ უწმინდეს უცხარი არა უშავს თუ მოხვდება კიდე უფრო გაგიხარდეთ და ქრისტეს გულისთვის მოხდება. მე ახლა ვფიქრობ, ეს არის დევნა ქრისტეს გულისთვის. მადლობა ღმერთს რა. ახლა მეორე. ესენი ცდილობენ რომ მოგიაზროთ ცალკე საპატრიარქოსგან, როგორც ბასილი მკალავიშვილი იყო და ბასილი მკალავიშვილი კიდევ მეორე ვინც არის ის რა. ბასილი მკალავიშვილი ეს იყო სულიწმის გმობელი, განხეთქილებაში მყოფი კაცი, რომელიც ჩვენს ზედა ეკლესიაში არ აღიარებდა არც მღვდლობის მატს, არც ნათლობის მატს, აქ მონახულ ხალხს ხელახლა ნათლავს აქ წესი ვის გარდაიცვალა წეს არ უგებს აქაურ მონათლულს აქაური ზიარება დარითულება აქაური მღვდლობა დარითულება პატრიარქი არ მოგდელი არა ანუ ეს კაცი უარყოფს საქართველოს ზედა ეკლესიაში სულიწმინდის მადლის მოქმედებას და არის არ ბერძნეს არემოჩილება იუსტინას ის კაცი არის განკვეთილი მრავალთაგან მრავალგზის აი ესეთი შეფასება ვისაც კიპრიანი მაგის ნაირ ეს არის გასოლიდარიზება განხეთქილებაში ნუ მაგას თალკე თავის პრობლემები აქვს სასწავლო რა ვერ საერთოდ აღზიარებს სულის კამში რა ხო ჩვენ ვიზაკეთ ვარ დედა ეკლესიის შვილები ერთი წლის წინ პატრიარქი ახლა მაგის ოკეანეზე ვიყავი მღვდელი გავხდი დეკანოზი მამა ბასილის მონასტერი აკურთხა იყო ასული პატრიარქი ბევრეთში იყო ასული დედები აკურთხა და გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა პატრიარქთან პატრიარქის გარშე არაფერს არ ვაკეთებ გუშინ მივედით უწმინდესთან და პატრიარქი ეუბნება ისაკაძეს. შენო ხვალე წამოყო ჩემთან ერთად. ესე რომ წირვა მაქვს ვერ წამოვალ. ხვალე სვეტი ცხოველში არის წირვაო. დადგები ჩემ გვერდზეო. ეპისკოპოსი უნდა ვაკურთხოთ. ეს ნიშნავს რომ მთელი ტელეკამერები იქ არის და ჩემ გვერდში იდგები. და ეხლა მითხრეს პატრიარქმა მამა დავით გაწკიდებული ჯვარი აჩქვა დღეს და მიტრა დაახურა თავზე. ატობა ხმერდა. პატრიარქი. გასიძახით იცი? ვინ შენ შეგეხება? მე მეხება. და მოდით და შემეხი. აი ამას ნიშნავს ეს რა. მადლობა ღმერთს და მადლობა ღვთისმშობელს. ხო და თუ ამ ბიჭებს ძალიან გაუჭიანურებენ იქ ჯდომას. ის კაცი 7 წლიანი მუხლით ნამდვილად სწავლა.
ეხლა ვიღაცები შეიძლება იყვნენ მის ისრობენ ჯანგირებს, მიაწოდეთ ეს ინფორმაცია რა. მიაწოდეთ როგორც მოხარშა ეს ქაშა. აი ეხლა გამოვიდეს და გამოიყვანოს ისეთი რა. თუ არა და თავის მიშნებთან მოუწეს წერედაჩებს და სიარულს. გავაკონტროლებთ მის იქჯდომას. უეჭველი რა. აი არ გვიდოდო, დაგვაწებინეს? კი ბატონო, დავიწყოთ. ნუ ნახოთ რა. რა კიდე შემლანძღოს და გენემა შეეხება მადლობა ღმერთს. ეხლა კიდე ერთი რაღაცა ჩემი ცოლისთვის არ მითქვა. გუში ყომამისას მიერეკავს პროკურორი წარმოიდგინეთ ეხლა. და მეუბნება რომ ტელეფონის ნომერი მინდა ადვოკატის. ჯერ გავიგე ჯერ ჩემში დაურეკა გააღვიძეო ტელეგრამი არ მეძინეთ ნახე. ეს ანაჭყოზე მოვედი. ეკითხებ ვინახარ გამომძიებელი ვარო და განწინააღმდეგეს ამე სახლებიდან აყავს ხალხი წარმოიდგინე 37 წელს აი რომ მიადგებოდნენ ბერიას ხალხი ტროიკა რო იყო და რომ ეგეთ რაღაცას აკეთებენ წარმოიდგინე ატერორებენ სულიერად ხალხს ორდენი მანახე რომ დაკითხვაზე მიყვას კაცს გამის 2 საათი სოლიტოს იმას შვილები ყავს რო აწიოკებ რას აკეთებ აბა მიადექი ახალს გამოიყვანე რას გიწევს ხოდა მიერეკავს გამი ესე ვიცოდი რომ გამი ვიღაცა მოვიდოდა მაგრამ თავი ფიქრობ ეხა ბძელი ვარ ვერ მოვლენ მეთქი მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ შეიძლება მოვიდეს ხოდა ტელეფონი მეუთხარ კი მქონდა ტელეფონი უთხარი არ ამაქვს ტელეფონი იმიტომ არ მივეცი ტელეფონი არ მინდოდა რა არ მივეცი რა მეუთხარი ხოლმე დაგირეკო დილა ჩამოვდივარ ჩემს საფთან ორი პატრულის მანქანა და ცარილი სადმე ქალაქში ცარილი პატრულის მანქანა გინახია დაკეტილი სიგნალიზაციაზე ჩართული დასაჭერები არა მთელი დრო პატრულის მანქანის მიტოვება როგორ შეიძლება კაცო? კანონით არ შეიძლება მიტოვება. მიტოვება კი არა გაჩერება არ შეიძლება. ორი მანქანა, ერთი გარაჟის მარცხნივ, ერთი მარჯვნივ. ეხლა ესენი ფიქრობენ რომ ძალიან შემეშინდება რა. პეტრესავით არ დავიწყებ არ მეშინია მეთქი, მაგრამ ღმერთად ხო რომ ძალები მომწეს ამის. ხოდა ნუ ეხლა ესეც შეგიძლია წავუღოთ ეს ამბავიც. თუნდაც ტელეფონში ვლაპარაკობ უსმენთ ჩემ ტელეფონს ვამახვილ. რო გაიგო. ხოდა რა უნდა მე ვერაფერსაც ვერ მისწევ უბრალოდ მაგათვისვე იქნება პატრიარქმა ესე თქვა ესო ამათთვისვე ცუდი არის არა მარტო ამათთვისო მთელი ქვეყნისთვის კატასტროფი დამთავრდება ქვეყანაში მიდის ბევნა მართლმადიდებლობის და წახალისება გარკვნილების უზნეობის დედის მამის ფულის და მკვლელობის გადაგება კაცი იძახის მოკლა კაცი ხანჯალი უჭირო და იძახის ამასთან ერთად ჯოჯოხეთში როდის მექნება სექსუალური ურთიერთობა დარზე წარმოიდგინეთ რა. სამ წიგნის პრეზენტაციას მოყვა ყველაფერი, უწმინდეს მე ესეთი რამე თქვა. ეს რაც მოხდა გასაგებია, მაგრამ რატო მოხდაო, რატო არ იძახიან ამას? და ამას ჩვენ ვიტყვით და საპატრიარქო აკეთებს განცხადებას ახლა. ეხლა უსმინო ჩვენ საპატრიარქოსთან ერთად თავართ ცალკე მდგომი ხალხი ვართ რა. სულ რომ მღვდლობიდან გადამაყენონ ეკლესიიდან მე არსად დაწვა. ჯერჯერობით მღვდლობიდან უნდა გადააყენო, კაცი უნდა დაუსაბუთო რატო აყენებ. თუ ვერ დაუმტკიცე ბრალი შემოტანე, ვინც არ იგივე ტირჯება თუ ვერ დაუმტკიცე. თქვა გადამაყენოს, თქვა სიტყვაზე. რაღაცა დავაშავე და გამაგამაგ მე ეკლესიიდან არ დაწვა. ერის კაცი ვიქნები და აი აქ ვიდგები და კონსექრეზიარები გარეთ. აქ ვიქნები, იმიტომ ეკლესიის გარეთ ხონება არ არის. გინა ბასილი კალავიშვილი იყავი და განხეთქილებაში გადა, გინა კათოლიკე იყო. ორივე მხრივ ჯოჯოხეთში მიდიხარ. იმიტომ რომ ეკლესიის გარეთ ახლა გემიდან ხტები, რომელზეც ქრისტეს გემი რომელიც არის. ნოეს კიდობნიდან გადმოხტომას ნიშნავს ეკლესიიდან გასვლა. რომელიც ჭკუაც ყოფილი ამას გააკეთეს. მე გითხარით, ერთი 5 წელი ერთი უშიშროების კაცი დადიოდა ჩემთან 5 მეტი რა. რაც გადმოვედი იმ წლებიდან ერთი 3 წელია წავიდა. მე 7 წელი დადიოდა, 7 წელი დადიოდა ჩიტადის წიროებზე წარმოიდგინეთ რა. ცოლი მოიყვანა, შვილები მოიყვანა. ხან საიდან დამეწყებდა. ეუბნებოდა აი როგორ შეიძლება პროვოცირებას მეუბნებოდა ამ ეკლესიაში როგორ შეიძლება ახი ამ ეპისკოპოსმა რახენება დავისვალდი უხსნიდი შეიძლება ეპისკოპოსმა დააშაოს შეიძლება პატრიარქმა დააშაოს მაგრამ ეს არ ნიშნავს ეკლესიიდან მე გულობ პილოტოქსი მე მართლა ესე უხსნერა ჩემს კაცი რომელიც ყველაფერს უჭერდა